მოგესალმებით, პატიცემულო საზოგადოება. არსებული საქვაბის ეპოპეაც მოჩენილია. ორი კომბინირებული საქვაბი ქვია ამას, ხო, შეწმული როცა გვაქვს. ძალიან ბევრი მეკითხება ხოლმე რას ნიშნავს კომბინირებული. ამ შემთხვევაში კომბინირებული ნიშნავს 1 + 1 საკონდენსაციო ქვაბები გვაქვს 150 კილოვატი + 150 კილოვატი და ამასობაში გვექნება, ვიმედონით, როგორც გავმართე მე, საომაროდ, რომ გვექნება მზის კოლექტორები. აი ზუსტად ეს არსებული თვალსული. ხო, ეგრეთ წოდებული პორტებით, აქ იქნება ეგრეთ წოდებული ჰელიოს სისტემის კონტური მზის კოლექტორების. არსებული საქვაბე იმსახურება აი ქვემოთ ზუსტად გვაქვს. 500 ტონიანი აუზის საფილტრაციო, ესე იგი, იმსახურება არსებული საქვაბე ცხელიწის მომზადებას. ეს პატიცემული ბოილერი 200 ლიტრიანი ცხელიწის მომზადება ამ შემთხვევაში ამასობაში 500 ტონიანი აუზის წყლის გათბობა. ამ შემთხვევაში ისე როცა შეერწყება მზის კოლექტორების კონტური, ზუსტად არსებულ კონსოლზე, გვექნება ის, რომ არსებული ქვაბები, ხო, თუნდაც ერთი ამ შემთხვევაში, ხო, ამასობაში კიდე არის აუცილებელი, ორი დაგჭირდება იმ შემთხვევაში, როცა ამასობაში გვინდა დავუშვათ პირობითად ერთ დღეში გავათბოთ. ამხელა, ხო, წყლის ტევადობა, ხო, მოცულობა 500 ტონიანი ხმობა არა, ამასობაში გავათბოთ, რომ მეორე დროს ქონდეს გამზადებული წყალი. ამ შემთხვევაში მზის კოლექტორების შესაბამისობაში არც დაგჭირდება არც ერთი, არც მეორე. ხო, ის შესაბამისობაში და მით უმეტეს, ხო, წარმოიდგინეთ თებერვალი გვაქვს და ამასობაში ესეთი, ხო, კლიმატური ზონა ნახეთ, ხო, დამაცული რომ გვაძლევს ენერგიას. ამ შესაბამისობაში გვექნება ის, რომ მზის კოლექტორების ზღვარზე 500 ტონიან წყალს ყოველთვის შევენაშორებ ტემპერატურის ზღვარზე და კრიტიკულად ხოლოს არსებული შემთხვევაში ზუსტად ჩაერთობა არსებული ერთი ან მეორე არა ამას პრინციპში პირობითად მნიშვნელობა და ცხელიწის მომზადებაზე ხო შეიძლება ცხელიწალი დავშიდეს საღამოს ღამე გვიან ხო როცა მზის ენერგიით ვერაფერს ვერ მოვხსნით ამასობაში თელეთის მასზე კიდე შენახული გვაქვს წყლის ტემპერატურა მაგრამ თუ დავჭირდა მაინც ჩაერთობა ესეთი ალგორითმით არის მოწყობილი თვითონ ხო არსებული სამსვლიანი ზღვარზე არსებული სამსვლიანის არის დაკავშირებული ქვაბი დაკავშირებული არის არსებული ცხელიწის მომზადებაზე ერთი ქვაბი სამსვლიანის შესაბამისად ცხელიწალი პრიორიტეტული თერმოსტატთან თქმა უნდა პორტზე ელექტრონად დაერთებული ამასობაში იმის საშუალებას გვეძლევა რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს ხო არსებულ ქვაბს ტექნიკური მომსახურება ან თუნდაც რამე დაუშავდა გვაქვს ალტერნატივა გადმორთოთ მეორე ქვაბზე გავაცხელოთ წყალის და აქ რადიატორები ან გათბობის სისტემაც გვაქვს დაცვითი ოფციები არ გავიწყდება ხო საფართოებელი ეს არის უკვე ცხელიწის მომზადებაზე საფართოებელი ეს არის გათბობის სისტემაზე რა ვიცი მეთქებადი ყოველთვის ჩაყოფილი გვაქვს და ამას ყოველთვის ვაკონტროლებთ ვინაიდან ეს გველაპარაკება იმას რომ უკვე დროა მომისახუროთ პატიცემულ საფართოებელს სადაც ქვია უკვე ბოილერისაც და იგივენაირად ეს არსებული უკვე საფართოებელი უკვე სისტემურად აი ზუსტად არსებულ ნიშნულს გვაძლევს ელექტრონულად აგერ აქ ხო წნევის სიხშირული ტომბო შეგვიძლია ამასობაში ისე შესაბამისობაში არის რომ ემსახურებით წარმოიდგინეთ ერთი საცირკულაციო ტომბოთი ერთ ქვაბსაც მეორე ქვაბსაც ცხელიწის მომზადებასაც და ამასობაში ჰელიოს სისტემასაც ამ არსებულ ნასოსზე გვექნება და ამასობაში საფილტრაციოს ესე იგი საფილტრაციოს აუზის წყლის გათბობაზეც გვემსახურება ერთი ნასოსი ერთი ფილტრი ხო სისტემურად და არა 30 ამასობაში უხეში ფილტრი ჰორიზონტალურად კიდე ერთი ვიზახე და მრავალჯერ და კიდე გავიმეორებ ხო ამისი არასოდეს არ დამეზარება ფილტრი უხეში გათბობის კონტურზე ამასობაში გათბობაც ცხელი წყალის ხო ცხელიწის კონტურის შემომავალი ფილტრში შემოდის და არავითარ შემთხვევაში ქვაბისკენ მიმოვაზე არ უნდა მიდიოდეს ჭუჭყი ხო ამ ჭუჭყის თემატიკაზეც არაერთი პოსტი მქონდა უკიდებული რომ ჯანსაღ გაწყობილ სისტემას გამორიცხვა და მრიცხვები არ დაშირდება ეს იქნება დასტური ამისა გაწოვა ოსიალური ამასობაში 90-იანი ხო გამოსვლა ეგრეთ წოდებული უკვე კოაქსიალური ამასობაში საკონდენსაციოს 90 მმ-იან საქართველოში ვერ მოიწება ამასობაში ხო როცა გვაქვს აზროვნება და ვიცით რას ვაკეთებთ შეგვიძლია გადავიდეთ 79-იანზეს მაგრამ საკონდენსაციო ქვაბი ამ შემთხვევაში დაშვებული არის პოლიმერი არის ისედაც პრინციპში საკონდენსაციო ქვაბისთვის მაგრამ ეგრეთ წოდებული უკვე რევერსული ხო უკვე დახრაუნა ქონეს აქეთ ვინაიდან კონდენსატის მოხსნით პირიქით ჩვენ ვიღებთ ეგრეთ წოდებული მაგი კოეფიციენტის გაუმჯობესებას და არა პირიქით ამ შემთხვევაში ორი ქვაბის გვაქვს ორი გამოსვები აგერა ერთის და მეორეს ხო და იგივენაირად ხო მოგვიდებით 32 მილში ერთი საკონდენსაციო პორტის მეორე საკონდენსაციო პორტის ფეთქებადების გაერთიანებული ერთი მეორე და ისის
კანალიზაცია არის დაერთებული ეგ როგორ გამოსავალზე, გამომავალზე უფრო სწორად, მაგრამ უწყვეტი რეჟიმში ერთი და მეორეც ეგრეთ წოდებული სიფონები, ვინაიდან ამასობაში რომ შევიდეს, მალობას არ წარმოადგენს, ვინაიდან ის დაკავშირებული არის გამწოლზე, ესეა დაშვებული პირდაპირ დაერთებით, ეგრეთ წოდებული წყვეტის გარეშეც. ფეთქებად ეს არის პორციებით, ხო შეიძლება გაიხსნას, შეიძლება არ გაიხსნას, გაიხსნება ის წყალს გაიშვის და გაჩერდება. ესე დაშვებული არის. მაგრამ ეს რეგულაციას გვაქვს დაცული, ხო? დაცული როგორც ყოველთვის, ხო, სტანდარტები ნორმები რა ის ვცდილობთ. ყოველთვის ყველანაირად ეს შევინარჩუნოთ, ხო, არის აღება. ამასობაში, ხო, ამას კიდე, თუ ვიცით რას ვაკეთებთ ამასობაში, გახსენი არის ვინაიდან გასული სექტორი არის და აღება აქვს, აქედან, მოცულობით არის ორივე სულ იმუშავოს. ამასობაში გვაქვს უკვე, აქედან შემოვალი არის აღების საშუალება ერთისაც მეორისაც, ისე რომ დეფიციტში არ იქნება და შესწომაზეც არ გავა. ვინაიდან პირველი მაინც მთავარი ის არის გასვლა, ხო, ეგრეთ წოდებული CO, ხო, ნამწვარი კი ბატონო გასვლა და ნამწვარი, ხო, ნამწვარი გაზი გადის იქით, ხო? ამიტომ მთავარი პორტი არის ეს და ის მეორე, ეს არის ჰაერის აღების. ეს გამარტება იმის, ვისაც რაღაცა შეხედულება არ გვაქვს წარმოდგენითი. ეს უკვე რაც იყო, ხო, გაზის გამანაწილებელი ეგრეთ წოდებული კოლექტორი მოცულობითი. ამასობაში პირიქით, ხო, გვაქვს როგორც ყოველთვის გონია რომ დეფიციტშია და ამასობაში კიდე ბალანსირება ჭირდება, ვინაიდან აღება უკვე საკმარისი არის 150 კილოვატი, ყოველ 150 კილოვატს ამასობაში და 150 კილოვატს მას ცხოვრებაში ვერ გამოვარდნებთ. ვინაიდან ჯერ ესე ცხოვა როქონეს მიწოდება და უკუსლა შორის 20 გრადუსი. და ამასობაში მოცულობით ვერ გამოვარდნებთ, ვინაიდან მას ის ენერგია რომ გამოვარდოთ სხვაობაში და ტევადობაში, სხვაობაში და პლუს ტემპერატურის გაცვლაში უნდა იყოს ბალანსი. ამიტომაც ის არის პირობითი. ვითომაც გაზის წყვის შესაბამისობაში წარმოიდგენთ 150 კილოვატი, 5-6, მაქსიმუმ სტარტზე გვექნება 10 კილოვატი. ნორში გაცივებული 500 ტონიანი აუზის წყლის გათბობის შესაბამისად. ესეთ გემრიელ ნოტაზე, როგორც ყოველთვის, კეთილი და პატიოსანი და მომავალ შეხვედრამდე.